უკვე მეორე დღეა ვცდილობთ დაკავშირებას როგორც დაკავებული ბიზნესმენების ოჯახის წევრებთან, ასევე ირაკლი ზარქუას სიძესთან. ერთადერთი კითხვა გვაქვს ჩვენ ალექსანდრე ამისულაშვილთან, დაინტერესდნენ თუ არა მისით გამომძიებლები და უსვეს თუ არა კითხვები, მათ შორის იმ სადავო პერიოდთან დაკავშირებით, რაზეც ახლა გამოძიება მიმდინარეობს და ბრალის წარდგენას დაკავებული ორი პირი ელოდება. ალექსანდრე ამისულაშვილთან უკვე მეორე დღეა ვცდილობთ კომუნიკაციას, თუმცა ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა დღეს განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ნინი ზარქუამ ამისულაშვილის ცოლმა, რომელიც ამტკიცებს, რომ არც ირაკლი ზარქუას მის ძმას და არც მის მეუღლეს შემხებლობა არ აქვს ლაგი კაპიტალის ამჟამინდელ ხელმძღვანელ პირებთან და არც კი იცნობენ. თუმცა ერთი საინტერესო დეტალია, რასაც ის სოციალურ ქსელში წერს საზოგადოებისთვის, რომ და ირკვევა, რომ ზარქუამ იცის თუ ვინ რა ჩვენება მისცა გამომძიებლებს. ნინი ზარქუა პირდაპირ წერს, რომ ჩვენებებში, რომელიც მიცემული აქვთ დაკავებულებს, დასტურდება ის, რომ მისი ოჯახის წევრებს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის ფაქტიც, რომ ნინი ზარქუა ამტკიცებს, რომ ოჯახი არ იცნობს კომპანიის მეწილეებს, გარკვეულწილად ბათილდება საჯარო რეესტრის დოკუმენტებით, სადაც დგინდება, რომ მისმა მეუღლემ ამისულაშვილმა ქონება აჩუქა სწორედ ია რამიშვილს, რომელიც შემდეგ გახდა ლაგი კაპიტალის 100%-იანი წილის მფლობელი და ასევე დირექტორი, რომელმაც მოგვიანებით ასევე თავისი ქონება გაასხვისა და ამის შემდეგ უკვე მისი მეუღლე ხდება ლაგი კაპიტალის დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი, რომელიც ახლა არის სწორედ ფულის მითვისების ბრალდებით და ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის ფაქტზე დაკავებული. ჩვენ ვცადეთ ია რამიშვილთანაც კომუნიკაცია, მან ჩვენ სატელეფონო ზარს უპასუხა, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ TV პირველიდან ვიყავით, დამაზუსტებელ კითხვებზე აღარ გაგვცა პასუხი და ჩვენთან კომუნიკაცია აღარ ისურვა. ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან. ეს კომპანია ლაგი კაპიტალი არის გასხვისებული, გაყიდული 2 ან 3 წლის წინ, ზუსტად არც მახსოვს. შემდგომ ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს, არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან. მეცაც გეტყვით, საერთოდ სახეზეც კი არის ის ეს პიროვნებები. გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის, რაც ჩაიდინეს. ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით, რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში. ხალბატონო ია, გამარჯობა. TV პირველიდან გირეკავთ. თქვენი მეუღლე დაკავებულია? ამცალია ხალბატონო, ამ საკითხზე სასაუბროთ. თქვენთან თუ გქონდათ კითხვები, თქვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრია ხომ დაკავებული? 2020 მედიასთან ამ დრომდე ჯერჯერობით არც ირაკლი ზარქუა არ გამოჩენილა, რომ მასთან დაგვესვა კითხვები მისი ოჯახის წევრთან გამომძიებლებს თუ ჰქონდათ კომუნიკაცია სადავო პერიოდთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მის ნაცვლად პოზიციონირებდნენ მისი თანაგუნდელები, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე იცავდნენ როგორც ზარქუას, ასევე მის ოჯახს და ამტკიცებდნენ, რომ ამ საქმესთან მის ოჯახს შემხებლობა არ აქვს, თუმცა დამაზუსტებელ კითხვებს ღიად ტოვებდნენ სადავო პერიოდთან დაკავშირებით მათ რა ინფორმაცია აქვს, ან ჰქონდათ თუ არა გამომძიებლებს ზარქუას სიძესთან ამ კითხვებზე ეს კითხვები დასმული. ლაგი კაპიტალი, რომელიც არის ირაკლი ზარქუას სიძის კომპანია, არის არ ხარ თქვენ ტყუით. ეს არის ინფორმაცია და არანაირი კავშირი არ აქვს ზარქუას სიძის აღნიშნულ კომპანიასთან. წლების წინ აღნიშნული კომპანია იყო გასხვისებული და არის კერძო საკუთრებაში. ეკუთვნის აი სრული პასუხისმგებლობა. კონტაქტები იყო დადებული მთავრობასთან, მაშინ იყო ერთ-ერთი მეწილე ზარქუას სიძე. არის ტყუილი. აღნიშნული კომპანია არის სხვა პიროვნების შესაბამისად თქვენ ხართ მატყუარები და ავრცელებთ სრულ ინფორმაციას. 2 წლის წინ იგივე მცდელობა იყო ამ ყალბი ამბით რეპუტაციის შელახვისა, ამაზე პასუხი გასცა ირაკლი ზარქუამ, მათ შორის პარლამენტის დარბაზიდან და ვერავინ ვერ შეედავა მას ამ განცხადებაში. ახლა კიდევ არის მცდელობა, რომ ეს ყალბი ამბავი ხელახლა შეეცვალა. თქვენი შეთქმულია ეს ყალბი ამბავი, გასცა პასუხი ამაზე ირაკლი ზარქუამ, რაიმე კონტრპასუხი აღარ ყოფილა, მორჩა ეს საქმე, არანაირი კავშირი მის ოჯახის წევრებს აი ამ ხელშეკრულების შესრულებასთან არ ქონდა.
ირაკლი ზარქუა პარლამენტში ბიუროს ხდომებს თითქმის ყოველთვის ესწრება ხოლმე. დღეს 12 საათზე იყო ბიუროს ხდომა. ის არის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც წესი, ის უნდა დასწრებოდა დღევანდელ ხდომას, თუმცა არ იყო შესაბამისად. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მისთვის ეს კითხვები დაგვესვა. რაც შეეხება ორ დაკავებულს, წესით პროკურატურა ბრალდებას მათ დღეს წარუდგენს და არ არის გამორიცხული, რომ სასამართლო პროცესის ბერძენიშვილების დღეს გაიმართოს.